გონართროზი, სწორად ვიძახი? ხო. აი ეს რა არის და რითი განსხვავდება კოქსართროზისგან? არა, გონართროზი სასახსრის ზედაპირის დაზიანება, იგივე ართროზია, ხო, ახსენე ერთ ვიდეოში. ართრიცა და ართროს შორის ხვაობა. ხო, სახელი სხვა იყო და მე გონი გონართროზი მიუწევს კონკრეტულ სახსარზე და ანუ ამ სახსრის ხო, ამ სახსრის განლევა მიდის, ანუ დაზიანება ცირკულატორული ფაქტორების დათვალისწინებით. ნუ შეიძლება და პარალელური რეჟიმში სხვა ფაქტორების მონაწილეობდეს, მაგრამ ართროს ნიშნავს მიზეზი არის სისხლის მოქცევის დარღვევა სახსარში და სახსრის განლევა მიდის. მის ზედაპირის სასახსრის ზედაპირის განლევა წვეთა და შეიძლება ძვლის ქსოვილამდე ჩავიდეს. კოქსართროზისგან რითი განსხვავდება? კოქსართროზი ცოტა სხვა მიმართულებაა, თანაც კოქსართროზი როგორც წესი ბარძაყის სახსარს როცა ეხება, ვია კოქსართროზი და ხო, და როდესაც იგივე, ზუსტად იგივე, ესე იგი, ხტილოვანი ნაწილი იწვდება, გადადის ზოლოვან ნაწილზე, ზოლოვან ნაწილზე გადასვლის შემდეგ იწყება მისი სტრუქტურულად შეცვლა, წახნაგები, ესე იგი, კრისტალები გროვდება, ზეთქვეყანა რაღაცა იწვება და დეფორმაციის გამო ადამიანი ვეღარ დადის. ანუ ბარძაყის თავი უნდა იყოს მრგვალი და ტაბუხის ფოცოში დაცურავს, ხო და როდესაც დეფორმაციას მიიღებს, უკვე ვეღარ დაცურავს. ტკივილს იწვევს და მე როგორ საჭიროებს პროთეზირება. და რას ნიშნავს აბა ზოგი მწერს რომ მეორე სტადია, მესამე სტადია მაგ? ხო, ეგ ახლა სპეციფიური ტრავმატოლოგია არ ვარ და სტადიების მიხედვით ვერ მიხვდები, რომელი სტადია რა დონის დაზიანებას ნიშნავს. მეტად შემიძლია, როდესაც სტრუქტურული ცვლილება არ არის, ანუ ფორმა შეცვლილია ბარძაყის თავს, შესაძლებელია დახმარებაдан. თუ უკვე შეცვლილია და უკვე შეუძლებელია სერვიკო ოპერაციული ჩარევა საჭირო და უნდა მიმართოს შესაძლებელი. და თადარიგი რო დავიჭიროთ და არ მივიყვანოთ აი ამ წახნაგების შეცვლამდე, გკითხეთ, მაგრამ მაინც რა უნდა ვიმკურნალოთ? სისხლის მიმოქცევის მოშლას რაც იწვევს, ყველაფერი ამოსაღებია პირველ რიგში კვებიდან. ეს არის შაქრების, ხო, პირდაპირ და არაპირდაპირ, ხო, ცომეული არაპირდაპირ. ხა, ბევრმა რას ნიშნავს ცომელი? აი სახამებელი, ხო? რუსულად კრახმალი ქვია. სახამებელი შედის კარტოფილშიც, ფქვილშიც, ჭადის ფქვილშიც, პურის ფქვილში, ყველგან არის სახამებელი. ეს არის კონცენტრირებული შაქარი. რატო? იმიტომ რომ ერთ მოლეკულა სახამებელში შეიძლება იყოს 4-5 ატომი შაქარი. ანუ უფრო კარგად რომ გლეხურად რო ავხსნათ, ერთი ჩაის კოზი სახამებელი რო აიღოთ, დაახლოებით უდრის 4-5 კოზ შაქარს. ამიტომ როცა ერთ ნაჭერ პურს ჭამ სადღაც 4-5 კოზ შაქარს. იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ ასეა პურს რო ჩაიდებს პირში, არ გადაყლაპოთ, 30-40 წამი გაიჩერეთ პირში, დაასვენეთ ნერწყვი და პირში გედოთ. რა მოხდება 30 წამში დავიწერეთ კომენტარებში და თქვენ თვითონ მიხვდებით რა შეესაქმნა. დატკბება, ხო? კი, ხო. და ვინც გააკეთებთ, უბრალოდ დავიწერეთ იყო თუ არა ასე. ანუ პირდაპირ შაქარი უფრო არ არის მგონი იმდენი დოზი. პირდაპირ შაქარი უფრო ნაკლებია. ანუ ვერ მიიღებ. რამდენი კოსი ჟებდა, ხა ბევრი მეორე ყავაში ვიყრი 9 კოს. 9 კოს ჩაყარა ჯობები და ერთ ნაჭერი პური მიაყოლო და 5 კოზი მიიღო ამიტი და არის მაგალითად ყოფილა შემთხვევები არ ვიტყვები, რომ ყავაში ჩაიში არ ვიყრიო შაქარსო და ორი ნაჭერი პახლავა მიაყოლა თუ სწორად ვეძახი. ხო? პახლავა მიაყოლა, რომელშიც შაქრის სიროფია მოსხმული, ანუ ჩათვალა და ორი ნაჭერი პახლავა, ეს იყო 12 კოზი შაქარი და ჩაიში რომ ერთ კოს არ ვიყრიო, 12 კოზი მიაყოლა. ანუ ამოვიღეთ პირდაპირ და არაპირდაპირ, ანუ ცომეული კარტოფილი შაქრები. ამავე დროს რაც სისხლის მოქცევას მოშლას იწვევს, ეხა ბევრი ფაქტორი. ომეგა-6 შემცველი ზეთები. ხო, ეს სისხლის ძარღვევის კედლის ანთებას იწვევს და იმიტომ. ანუ რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ზემოქმედებს სისხლის მოქცევის მოშლაზე. ხო, ეხლა საუბარი საით მიმყავს, იცი რა დალიოს ადამიანებმა, იმიტომ რომ მეკითხებიან კოქსართროზი მაგ და რა დავლიო, ადამიანები მიეჩვენ იმას, რომ რაღაცა აწუხებს, ერთი კონკრეტული წამალი უნდა დალიოს და მორჩეს. ეგრე რო იყოს, რაზეა ლაპარაკი, სულ არ მეხალისება 2 საათი თვითონ პაციენტთან საუბარი, პირდაპირ მოვიდო და როგორც ექიმები აკეთებენ, შენ ის რა, შენ წადი იყიდე დალია და პრობლემა არ არის. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს 5 წუთში წავა პაციენტი თუ 2 საათში, ხო? მე გასამжелო ერთნაირი მაქვს. ამიტომ რომელი ჯობია, ხო? რა თქმა უნდა 2 საათი აღარ ვილაპარაკო და მივცემდი და გავუშვებდი. ამათ გონიათ რომ მე მეხალისება 2 საათი, იმიტომ უხსნე რომ პაციენტს ვცდილობ აუხსნა თავიდან ბოლომდე მექანიზმი რომ თუ ამას არ გააკეთებს, რას მიიღებს. იმიტომ რომ ძალიან ხშირია, აი დღესაც მქონდა შემთხვევა, რომ მიწევს რამის არის ხვეწნა პაციენტთან რომ თავის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და გააკეთოს ის რაც უნდა გააკეთოს. იყო პაციენტი რომელსაც მითხრა პური ისე მიყვარს რომ მე არ ვიცი ამ ყვებას როგორ შევეგუებია. თუმცა
ამ კვებაში ხორცი, თევზი, ბოზო, ყველაფერის ჭამის უფლება გაქვს, გარდა სომეულისა, ხო? მაგრამ ხანდახან ერთ ფურჩამ ერთ ჭამაზეო და მე ხა წარმოიდგინე ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება რომ რაღაცა გააკეთოთ. ამიტომ ესე ერთი რაღაცის მიცემა შეუძლებელია ამითი გადაჭრა რაღაც პრობლემა. ხო, კომპლექსურიც უნდა. აუცილებლად რომ უნდა გავიგოთ პირველ რიგში, ანუ შედეგი კონცენტროზე რაღაცის გამო გამოწვეული შედეგი. ის რამაც გამოიწვიეს უნდა მოვაცილო მიზეზი, ხო? გონდა შემთხვევა რომ ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა 5 ჯერ გონდა ბოლო 2 წელიწადში საძევი ჯგუფის ოპერაცია გაკეთებული. ანუ ამოაჭრდნენ კვანძს რაღაც რამდენიმე თვეში ისე უჩნდებოდა და ბოლოს ვკითხა რომ კვანძს რო გასცდნენ არ დაფიქრდი მეთქი რას გასცდნენ მიზეზს თუ შედეგს მეთქი და მიზეზს რომ მითხრა კვანძი არის შედეგი რაღაცის მიერ გამოწვეული იმ მიზეზს თუ არ მოაცილებ შედეგები სულ ერთად იქნება ოპერაციით აცილებდნენ შედეგს მიზეზი რჩებოდა ორგანიზმში როგორც კი შემდეგ შეუცვალეთ კვება და რაღაცები მივეცით უკვე რამდენი წელი გავიდა რეციდივი აღარ გქონია ანუ ყველა სიტუაციაში საჭირო მიზეზის დადგენა და მიზეზის საწინააღმდეგოდ რაღაც კონკრეტული ქმედებები და შეუძლებელია ზოგადად დავწერო, იცი? აი, ზოგადად გეუბნებით, შაქრები არ მეითვათ. ეხლა რომელი შაქრები როგორ გამოიყურება, სად არის პირდაპირ, სად არა პირდაპირ, ის რო ცილები თუ უცხიმოდ მიიღეთ, შემთხვევაში შაქრად იქცევა, ხა როგორ აგიხსნათ ეს ყველაფერი, ხო? ვიდეოთი. ხო. ამიტომ ჯობია რომ როცა ესეთ შემთხვევებია და ვერ პოულობთ გამოსავალს, დადიხარ ექიმზე კუნალობ და შედეგი მაინც არ არის. ერთი კონსულტაცია ჩვენთანაც მოგზავნეთ და შეიძლება როგორ გიშველოთ. ხო, თანაც ქიმიური წამლები ანგრევს ორგანიზმს. ხო, ხო თქვი პირველ ხუთეულში შედის მედიკამენტების მიერ მედიკამენტები გამოწვეული სიკვდილიანობა 52%-ში მედიკამენტების მიღებისას ეს დადგენილია, ესეც არ არის სრულფასოვანი სავარაუდოდ უფრო მეტიც. ხო, რთულდება რაღაც სხვა დაავადებით. ანუ დაავადებას რომ კუნავთ წამლებით, შემდეგ იმ წამლების შედეგად გამოწვეულ დაავადებას კიდე ჭირდება კუნავი.